ნაცისტურ სისტემაში საკონცენტრაციო ბანაკები იყოფოდა კატეგორიებად მათი სისასტიკის მიხედვით. მაუთჰაუზენი იყო ერთადერთი ბანაკი მთელ ავსტრიაში, რომელსაც მიენიჭა მესამე, ანუ უმაღლესი კატეგორიის სტატუსი. ეს ნიშნავდა, რომ აქ გვდებოდნენ რეჟიმის ეგრეთ წოდებული გამოუსწორებელი მტრები. ადამიანები, რომელთა გადარჩენა და საზოგადოებაში დაბრუნება საერთოდ არ განიხილებოდა. თუ სხვა ბანაკებში არსებობდა თეორიული შანსი გათავისუფლების ან გადაყვანისა, აქაური განაჩენის საბოლოო იყო. ბანაკის ადმინისტრაცია თავიდანვე იყო ორიენტირებული იმაზე, რომ პატიმარს აქ მხოლოდ სიკვდილი ეპოვა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ბანაკის სამ ნაწილში, ასეთი ბევრი შენობა დგას ბანაკის ტერიტორიაზე. ამ ნაწილში კონკრეტულად იყო საწოლები, სადაც ტყვეები იყვნენ დაბანაკებული. წამოდი ახლა შემდეგი ნაწილი ვნახოთ, სადაც საპირფარეშოა, აშკარად შხაპეების მსგავსი რაღაცა. მოკლედ გადავიდეთ და ვნახოთ ერთად რა არის შემონახული დღემდე. ეს არის შემდეგი ნაწილი ამ შენობის, აქ დიდი ალბათობით იყო საპირფარეშო და საშხაპე. უბრალოდ არ არის პირველადი სახით შემონახული. როგორც ხედავთ, მოხსნილი არის. აქ დიდი ალბათობით ხელპირს იბანდნენ და აქ იქნებოდა საპირფარეშოს ეგრეთ წოდებული უნიტაზები. ეს ადგილი არის საშხაპე, აქ პატიმრები დილით მოდიოდნენ და ეგრეთ წოდებულ დილის რუტინას, თუ ამას რუტინა იტარებდნენ, რაც არ უნდა გაიტანონ ამ ოთახიდან რეალურად ის სიმძიმე, რასაც აი აქ დგომისგან ადამიანი გრძნობს, ამ ყველაფერს ალბათ ვერც ერთი, ვერც ორი და ვერც რამდენიმე საუკუნე ვერ შეძლებს, იმიტომ რომ დაფიქრდები და გაანალიზებ იმ ყველაფერს, თუ აქ რა ჯოჯოხეთი ტრიალებდა, ამის დავიწყება ფაქტობრივად შეუძლებელი.